გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბექა პატურაშვილი. ეს არის Redline. დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისთვის, რომ თვალსადევნებთ ჩემს YouTube არხს. დავიწყოთ პირდაპირ ყველაზე ახალი და ცხელი ამბით, ასე ვთქვათ, ფოტო უკვე ეკრანზე არის. ზელენსკის და ტრამპის მორიგი შეხვედრა ოვალურ კაბინეტში, სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ეს შეხვედრა, ვიდრე მე ამ ვიდეოს ჩაწერას დავიწყებდი. შესაბამისად, ძალიან ბევრი დეტალი ამ დროისთვის ცნობილი არ არის. ერთი პოსტი გვაქვს ამ ეტაპზე, ზელენსკის მიერ გავრცელებული, გვაქვს ასევე ფოტომასალა შეხვედრის ამსახველი და ასევე უნდა ითქვას, რომ ეს მედიისთვის დახურული შეხვედრა იყო და ესეთი ღია განცხადებები არ გაკეთებულა არც შეხვედრის დაწყებამდე, როგორც ხდება ხოლმე, როდესაც ჟურნალისტები კითხვებს სვამენ და შემდეგ იხურება შეხვედრა, არა, ესე არ ყოფილა, არც შეხვედრის დასრულების შემდეგ არ გაუკეთებია არც ერთ პრეზიდენტს მედიასთან განცხადებები. თუმცა მთავარი სიგნალი ჩემთვის ამ ამბავში ის არის, რომ დინამიკა პოზიტიურია და ეს თალსახად ჩანს ამ ფოტოებზეც, გამომეტყველებაზეც, ამ პოსტშიც და ასე შემდეგ. გვახსოვს ხო ძალიან დიდი სკანდალი და იქ აყირავებული მაგი და ასე ვთქვათ, ჩაშლილი შეხვედრა, ტრამპის ცნობილი განცხადებები, რომ ზელენსკის კარტები არ ქონდა, შეგვიძლიათ ამათ ვთქვათ, რომ ეს დრო ნამდვილად წარსულს ჩაბარდა. და დღეს ტრამპი და მისი გუნდი აღიარებს, რომ ზელენსკი აბსოლუტურად სხვა მოცემულობაშია, მას გაცილებით ძლიერი პოზიციები აქვს, მაგალითად ვიდრე ქონდა 1 წლის წინ და მას აქვს კარტები. აქვს კარტები, რომელიც მხოლოდ უკრაინისთვის არ არის მნიშვნელოვანი, ეს მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც. აქ ცხადია იგულისხმება მათი ტექნოლოგიური მიღწევები, სამხედრო წარმოების თვალსაზრისით, დრონების წარმოების თვალსაზრისით და ასე შემდეგ, რაც თავად ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვისაც არის საინტერესო. არის კიდევ სხვა თემები, მაქვს კიდევ სხვა მოსაზრებები, რაც უკავშირდება მათ შორის ზელენსკის შტატებში ჩასვლამდე კიდევ ერთ ვიზიტს ბრიტანეთში იყო უკრაინის პრეზიდენტი და იქ ძალიან საინტერესო ამბები ხდებოდა. ამას ოდნავ მოგვიანებით შევეხები, როდესაც კიდევ ერთხელ დავუბრუნდები ამ შტატების და უკრაინის თანამშრომლობის კონტექსტს, ასე ვთქვათ. ხო, მოდით ახლა მივყვეთ, გარდა იმისა, რომ ერთი შეხედვით პოზიტიური შეხვედრა არის, რა თქვა ზელენსკიმ ამის შემდეგ. ამ პოსტში საუბარია, რომ პირველ რიგში მან მიუსამძიმრა ამერიკის პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს ლინცი გრემის სენატორის გარდაცვალების გამო, რომელიც უდაოდ იყო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ცალსახად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სტუმრობდა კიევს, გემახსოვრებათ, ვინც თვალს ადევნებთ მოვლენებს. მოკლედ, ცალსახად დიდი მეგობარი დაკარგა გრემის სახით უკრაინამ. ამაზე აქცენტი გასაგები არის. ამის შემდეგ უკვე კონკრეტულ გარკვეულ მთავარ თემებს ასახელებს ზელენსკი. პირველ რიგში აქ არ არის გასაკვირი, რომ ნახსენები არის პატრიოტის სისტემების საკითხი. ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ტრამპმა გაახმოვანა, რომ უკრაინა მიიღებს პატრიოტის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიას, მაგრამ ახლა მთავარი არის დრო. ეს დრო უკრაინის სასარგებლოდ ნამდვილად არ მოქმედებს, მათთვის ძალიან დიდი პრიორიტეტი არის საჰაერო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტების მოგერიების თვალსაზრისით, რომლით თავდასხმებსაც არ ანელებს პირიქით ამ შესაძლებლობის ფანჯარას იყენებს პუტინი და ხშირად გვაქვს ესეთი შემთხვევები, რომ კომბინირებული იერიშები ხორციელდება კიევზე თუ სხვა ქალაქებზე, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით. მოკლედ, ზელენსკის ეს ძალიან ჭირდება, უпростоრად უკრაინას ეს ძალიან ჭირდება და გასაგებია, რომ ამაზე არის ახლა აქცენტი. ზელენსკი ამბობს, რომ ამ თემაზე იყო საუბარი, ალბათ ახლა მიდის უკვე პრაქტიკულ დეტალებზე განხილვა, რა და როდის უნდა მოხდეს, რომ დაჩქარდეს ცხადია ეს პროცესი. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აქ სხვა იდეებზე და სხვა თემებზეც იყო საუბარი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი იქნება, ასე ვთქვათ, სასარგებლო იქნება. პროცესში ახსენებს ასევე დიპლომატიას და მის მნიშვნელობას, რომ როგორმე ომი დასრულდეს, ეს არ ავიწყდება, კარგია რომ არ ავიწყდება, რომ შემთხვევით ვინმე მას ჩათვალოს, რომ უკრაინას ომის გაგრძელება უნდა და ეს არ გახდეს შემდეგ უკვე სპეკულაციების საგანი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თუ სხვა პოლიტიკოსების მხრიდან, რაც არაერთხელ უკვე მოგვისმენია. ამ მხრივ ზელენსკიმ ჭკუა ნამდვილად ისწავლა, ის მუდმივად ხაზს უსვამს ტრამპის ძალისხმევას მშვიდობის ნაწილში. ტრამპმა ხომ არა
ერთი ომი დაასრულა უკვე. ამასაც ძალიან ესე ჭკვიანურად იყენებს ხოლმე ამ ამბავს. მოკლედ და ხო ამ ხრივ მან ნამდვილად ისწავლა ცალსახად როგორ უნდა იურთიერთოს ტრამპთან და როგორ უნდა დაალაგოს ეს ეგრეთ წოდებული message box-იც. კარგი, გავცეთ ახლა ამ თემას, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბებიც გვაქვს, თუმცა შეგახსენებთ კიდევ ერთხელ რომ აუცილებლად დაუბრუნდები. უფრო ბოლო ნაწილში და გარკვეულ საკითხებს მიმოვიხილავ. მანამდე წინ გვაქვს, ესე იგი, გასული 24 საათის განმავლობაში განხორციელებული დარტყმები უკრაინის შორი დისტანციაზე მოქმედების დრონებით. კიდევ არაერთი ფეიერვერკი გვაქვს რუსეთის ტერიტორიაზე და რუსეთის ტერიტორიაზე ცოტა ისე ზოგადი ნათქვამია. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი აქ ის არის, რომ მოსკოვის ოლქში გვაქვს ეს ფეიერვერკები და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ინტერესის საგანი არის ეს ყველაფერი და ბევრ თქვენგანს ძალიან სიამოვნებს ასეთი დიდი ხანძრების, მასშტაბური ხანძრების ნახვა. ისევ როგორც მე. ხო, სამწუხაროა რომ წინა დღეებში ჩავარდნა მქონდა, ვერ მოვახერხე, გამოვტოვე რაღაცები, მოკლედ ძალიან მაგარი ამბები გამოვტოვე, სულ რამდენიმე დღის წინ, რომელიც ხდებოდა რუსეთის ტერიტორიაზე, Wildberries მორიგი დიდი იქ საწარმოების უпростоრად საწყობების დაბომბვა, მაგრამ არაუშავს ეს პროცესი გრძელდება და დარწმუნებული ვარ რომ მადიარის ჩიტები თუ სხვა დანაყოფები გულს ნამდვილად არ დამწყვეტენ და კიდევ ბევრ ასეც ვნახავთ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვუყურებთ კადრებს, რომელიც გადაღებული არის კოლოდინოს ტერიტორიაზე და მორიგი საწყობი, რომელიც ალდა, ეს არ არის Wildberry ამ შემთხვევაში, თუმცა Wildberry-ის დიდ საწყობთან ახლოს მდებარე 3PL-ი, არ ვიცი ეს რას ნიშნავს, ეს რა განმარტება, ну რაღაც დასახელების აბრევიატურა არის როგორც ჩანს, აი ამ კომერციული ობიექტის, რომელიც დაიბომბა ამ შემთხვევაში, აქაც რაღაც დიდი საწყობი არის და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაშიც ეს საწყობი ემსახურებოდა ამ ონლაინ პლატფორმებს, რომელიც განკუთვნილი არის მათ შორის რუსეთის საოკუპაციო არმიის მომარაგებისთვის, სწორედ ესეთი ონლაინ სავაჭრო პლატფორმებიდან ისინი იწერენ ჯარისკაცებისთვის საჭირო ეკიპირებას, დრონის მართვისთვის საჭირო სხვადასხვა კომპონენტებს, სათვალებს, ჯოისტიკებს, ასე შემდეგ. ან ძალიან ბევრ დეტალს, მოკლედ, რომელიც სჭირდება ბრძოლის ველზე რუს ოკუპანტს, აქ აი ამ საწყობებიდან იწერენ, მოკლედ და ამ სავაჭრო პლატფორმებიდან Wildberry უკვე კარგად გავიცანით, თუმცა სხვა კიდევ ბევრი არის ჩამონათვალში, ასე რომ უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვა ასეთ კომპანიებსაც ესტუმრებიან უკრაინელების შორ დისტანციაზე მოქმედი დრონები, მათ შორის რუსეთის ფოსტის საწყობებს და ასე შემდეგ. კარგით, ну ტრადიციულად რამდენიმე პერსპექტივიდან გადაღებულ კადრებს გაჩვენებთ ამ ტერიტორიაზე, კოლოდინო, მოსკოვის რეგიონი. აი ესეთი კადრები გვაქვს შორი დისტანციიდან გადაღებული. ცოტა ხანში მექნება ასევე კადრი, სადაც უშუალოდ დრონის დარტყმის მომენტი ჩანს. ეს არის გიორგი რევიშვილის პოსტი და ხო აი მომეხმარა ამ შემთხვევაში ეს პოსტი 3PL-ი რას ნიშნავს? Third Party Logistics. აი ესეთი დასახელების ობიექტის განადგურებაზეა საუბარი, საწყობის განადგურებაზეა კოლოდინოს ტერიტორიაზე მოკლედ საუბარი. ესაც დაპირებული დრონის დაშვების კადრი უშუალოდ, ნახოთ ეს მასალაც. ხმა აუწიოთ. არ გვაქვს აუდიო, არ გვაქვს ამ შემთხვევაში, კომენტარები არ გვესმის, მაგრამ ალბათ წარმომიდგენია ცნობილი ფრაზები იქნებოდა, ხო? ალბათ დაიმახსოვრეთ, რომელ ფრაზებს გულისხმობ, მე მაინც არ გავიმეორებ, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ, რა აღმოხდებათ ხოლმე ესეთ დარტყმების დროს რუსეთის მოქალაქეებს, რომელიც მსგავს ამბებს შეესწრებიან ხოლმე და ჩვენთვის ასე იღებენ კადრებს შემდეგ და განათავსებენ სოციალურ ქსელში, რომ ამ ყველაფრით დავტკბეთ. აი ამ მომენტში დიდი ალბათობით სწორედ მაგ ფრაზებს გავიგებდით აუდიო რომ გქონდეს. კი ბატონო, შემდეგი ვიდეო, ხო ასევე დავაანონსებ, ვიდრე
სხვა კადრებს გაჩვენებთ და სხვა ამბავს, ასევე დღეს განხორციელებული დარტყმის ამსახველს, რომ ამავე ვიდეოში გარდა იმ პოლიტიკური ამბებისა, რაზეც ვისაუბრეთ ამში, მექნება ასევე საუბარი ფრონტის ხაზზე არსებულ სურათზე. გარკვეული სიახლეები ამ მხრივ გვაქვს და ვისაუბრებ მათ შორის, როგორ აყალბებს ფაქტებს რუსეთის საოკუპაციო არმია იმისთვის, რომ შექმნას კონტროლის ილუზია, თითქოს ისინი რაღაცა წინსვლას გვაჩვენებენ და იპყრობენ ახალ ტერიტორიებს. მოკლედ ამ ყველაფერზე მექნება საუბარი, ვნახავთ რუკებზე რა ხდება სამხრეთის მიმართულებაზე, რა ხდება დონეცკის ოლქში და რა ტენდენცია გვაქვს, ვინსად მიიწევს წინ ერთი სიტყვით. მოკლედ თუ რუკები გაინტერესებთ, დაელოდეთ აუცილებლად მაგ ნაწილს, მანამდე რამდენიმე დარტყმას ვნახავთ, ხო. ასევე რუსეთის ლოჯისტიკის განადგურების ამსახველი ვიდეო კადრებიც მექნება. ეს კი გახლავთ ჰიდროსტალ კონსტრუქცია. აი ასეთი საწარმო, რომელიც მდებარეობს მოსკოვის ოლქში, ასევე ჩეხოვი, ასეთი ლოკაცია არის აქ ნახსენები და ეს კონკრეტული საწარმოც დაიბომბა გასულ ღამეს უკრაინული შორი დისტანციის დრონებით. ნახოთ ეს მასალაც. А если я скажу, что он сейчас здесь? К вам летит ракета! ეს მონტაჟი ალბათ მიხვდით, ეს არის რაღაც რეალური ხმა, მაგრამ კადრი ნამდვილად რეალური არის. მოსკოვის ოლქი კიდევ ერთი საწარმო, რომელიც დაიბომბა, დიდი ალბათობით ამ ყველაფერსაც ექნება აუცილებლად კავშირი სამხედრო წარმოებასთან, სხვანაირად წესით არ მოხდებოდა უკრაინელების დასაბომბი ლოკაციების ჩამონათვალში, ასე ვთქვათ. კოლედინო, კიდევ ერთი კადრი აქედან. კომენტარიც თან ახლავს. ამ ხელა ვიდეო ყოფილა ეს მინახავს გახსნილი კი მქონდა 2 წუთიანია რაღაც ძალიან შორიდან პრინციპში უახლოვდება როგორც ჩანს სხვადასხვა მომენტში აქვს გზაზე გადაღებული და აწყობილი ალბათ ვაილდბერის საწყობიაო ამას ამბობდა აი ეს კიდევ სხვა ტიპია იგივე ამბავს ყვება там Подольск Подшлиф. Бля, бедная атмосфера московского региона, это ж пиздец, блядь. Роза ветров, да, заметили, какая у нас? Куда? Правильно, туда, в Люберцы. Все туда. А там прям увеличивается. Скидываем спам. Я сочинял музыку с смысле слов. Через 1 километр 500. Ага. Ну, заинтересა კოლაჟია, პრინციპში ყველა ესეთი მნიშვნელოვანი კადრი არის მოქცეული. Хуй они не успеют, брат. Пожарники не могут. Да там ничего не сделают. ო, სახანძრო სამსახურებმა რა უნდა ქნა? ვიდრე ბოლომდე არ ჩაიწობა ამ ტიპის ხანძრის ჩაქრობას უბრალოდ შანსი არ არსებობს. აი ასე მოკლედ, გავიარეთ ეს ამბავი, შემდეგ რა გვაქვს, ხო? აი აქ ძალიან საინტერესო ნიუანსი, ასე ვთქვათ. ეს ყველაფერი რაც ვნახეთ ახლა ხო მოსკოვის ოლქში ხდებოდა და ეს ხდება, უნდა გავა მით უმეტესო ახლა ეს ამბავი ნახეთ. ეს ხდება განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ გასული კვირების განმავლობაში მოსკოვის გარშემო რუსეთმა გააძლიერა საჰაერო თავდაცვა და აი ამ რუკებზე სწორედ მონიშნული არის ეს წერტილები, სადაც განლაგებული არის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ნაწილი რომელიც იყო და ნაწილი რომელიც დაამატეს გარშემო გასული 2 თვის განმავლობაში. აი აქ ეს არის სამნიუსში აღწერილი სწორედ და 4 შრე არის ახლა თლიანად მოსკოვის გარშემო, ასე ვთქვათ, აი
დრონების და რაკეტების საწინააღმდეგო საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის პანცირების, S-400-ების და ასე შემდეგ, რომელზეც აი აქ არის ამ ყველაფერში საუბარი. აი ამ რეალობაშიც კი, რომ ისინი დიდ ძალისხმევას მიმართავენ, ერთია რომ ამ საჰაერო თავდაცვის სისტემების შემოკრება ხდება მოსკოვის გარშემო და მაინც ეფექტური არ არის ეს ყველაფერი და მეორე ამ ამბავში ის არის რომ ეს საჰაერო თავდაცვის სისტემები საიდანღაც ხომ მოაქვთ იქ ხომ აკლდება ეს ყველაფერი მოკლედ ხო რა თქმა უნდა პუტინი ისევ არ იმჩნევს ყოველ შემთხვევაში ეს უსუსური მცდელობები აქვს რომ ისევ არ შეიმჩნიოს ეს ყველაფერი მაგრამ რეალურად ყველა აცნობიერებს რუსეთში რომ რაღაც რიგზე ვერ არის და ისინი ძალიან მოწყვლადები არიან უკრაინელების დარტყმების წინააღმდეგ ვერაფერს ვერ აკეთებენ განსაკუთრებულს და ყოველდღიურად იწვის სხვადასხვა ტიპის ობიექტები ჩვენ ამას ყველაფერს ხედავთ ხო ხან ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ხან რაღაც სხვა ტიპის ენერგოობიექტი ხან სამხედრო საწარმო, ხან საწყობი, აი ესეთი ონლაინ სავაჭრო პლატფორმების და ასე შემდეგ და ამ მანძილებსაც არ აქვს ლიმიტი 2500, 3000 კილომეტრის დაშორებითაც კი რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან. მოკლედ აქ კომენტარი ზედმეტია უკვე, რაც არ უნდა შეეცადონ რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში, ასე ვთქვათ, პუტინის ხელმძღვანელობით, რომ ეს ყველაფერი შეფუთონ სხვანაირად, რაც არ უნდა არ გააშუქონ, რაც არ უნდა პროპაგანდამ ჭრას და კეროს, მაინც ვერ გაექცევიან იმას, რომ ადგილობრივი მოსახლეობა თანდათან უფრო კარგად იაზრებს, რომ ომი მათთან ახლოს მივიდა და ამ ომს აუცილებლად მოყვება მძიმე შედეგები, მათ შორის იმ ხალხისთვის, ვისაც საერთოდ არ შეხებია ეს მათ შორის მოსკოვში, მათ შორის პეტერბურგში და ასე შემდეგ. მოკლედ ეს საჰაერო თავდაცვის სისტემებიც არშველის. აი ესაც არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ამ ყველაფრის. მე ვთქვი რომ რაღაცეები წინა დღეებში გამოვტოვე, ერთ-ერთი იყო სწორედ ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული დარტყმა 25 ივლისს და აი ამ დარტყმის შემდეგ ამ ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა განუსაზღვრელი ვადით. აი აქ არის მოცემული მისი წარმოების მოცულობა წლის განმავლობაში 2.6 მილიონი ტონა საწვავის გადამუშავება. ნელი ნავთობის გადამუშავება ამ შემთხვევაში აქ იწარმოება როგორც სხვა მსგავს ობიექტებზე, სხვადასხვა ტიპის ნავთობპროდუქტები, მათ შორის აქ აღნიშნული არის ამ პოსტში მაღალი ოქტანობის ბენზინი, რაც ასე ძალიან ჭირდებათ და უჭირთ რუსეთის მოქალაქეებს სწორედ ნავთობობიექტების დაბომბვის გათვალისწინებით. ძალიან საინტერესო მასალა ამ შემთხვევაში ეს პოსტი ეყრდნობა BBC-ს სტატიას, სადაც ნათქვამი არის თავის მხრივ, რომ Wildberry-ის საწყობებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება რუსეთის საგადასახადო სისტემას, მთლიანად საფინანსო საგადასახადო სისტემას და ქვეყნის ბიუჯეტს. ესეთი არის headline-ი, რომელიც გამოტანილი აქვს BBC-ს. სტატიაში აღნიშნული არის, რომ ეს დარტყმები არა მხოლოდ უშუალოდ ამ კომპანიას აყენებს მნიშვნელოვან ზარალს, ასევე ეფექტს ახდენს მცირე სხვა ბიზნესებზე, რომელიც დაკავშირებული არის ამ ონლაინ სავაჭრო პლატფორმებთან და ეს ყველაფერი მთლიანობაში აზარალებს რუსეთის ეკონომიკას და ფედერალურ ბიუჯეტს, რომელსაც ისედაც ჰქონდა 23 ივლისის მონაცემებით, როგორც აქ არის აღნიშნული, დაახლოებით 8 ტრილიონი რუბლის მოცულობის დეფიციტი. კარგი, გავაგრძელოთ, შემდეგ რა გვაქვს? ეს უკვე არის აზოვის ზღვაში გადაღებული კადრები, სადაც გრძელდება ოპერაცია მოლოჩკა, როგორც მოგეხსენებათ, ეს დაიწყო 6 ივლისს და აი ამ არასრული ერთი თვის განმავლობაში, ცოტა ხნის წინ შემოხვდა რობერტ მადიარის პოსტი, სადაც ის ამბობდა, რომ 6 ივლისიდან დღემდე ამ ოპერაციის ფარგლებში მათ გაანადგურეს ან მნიშვნელოვნად დააზიანეს საერთო ჯამში 201 ხომალდი. ძირითადად აქ საუბარი არის ორივეგან, შავ ზღვაშიც და აზოვ ზღვაშიც საუბარი არის ძირითადად ნავთობ ტანკერებზე, აი ასეთზე, რომელიც ამ კადრში იწვის მაგალითად და არის ასევე განადგურებული მშრალი ტვირთის გადამტანი გემებიც, რომლებითაც გადაქონდათ უკრაინიდან მოპარული, უკრაინის ოკუპირებული მიწებიდან მოპარული მარცვლეული, ხორბალი და ასე შემდეგ.
ხო, მოკლედ ოპერაცია მალოჩკა ალბათ შევა ისტორიაში როგორც ერთ-ერთი კი არა, როგორც ყველაზე დიდი ოპერაცია, რომელიც მიმართული იყო გემების, ამ შემთხვევაში კომერციული ფლოტის, ჩრდილოვანი ფლოტის გასანადგურებლად და რომლის ფარგლებშიც არასრულ ერთ თვეში 200-ზე მეტი ხომალდის განადგურება მოხდა. ნახოთ ჯერ კიდევ მანდ პროცესი არ დასრულებულა, თუმცა შეგვიძლიათ ამათ ვთქვათ, რომ ძალიან დიდი ნაწილი აი ამ ზონაში მოკლედ გაანადგურეს. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს როგორც საექსპორტო პოტენციალის შემცირებას და შესაბამისად რუსეთის საომარ ბიუჯეტზე გავლენის მოხდენას, ასევე ოპერაცია მალოჩკა მიზნად ისახავს ყირიმის ბლოკირებას, იმიტომ რომ ყირიმის ნახევარკუნძულისკენ ტვირთების გადატანა, მათ შორის საწოვის გადაზიდვა, მას შემდეგ რაც სახმელეთო გზები თითქმის სრულად ჩაიკეტა უკრაინის ძალისხმევით, მოკლედ გემებით იყო გადაზიდვა ამოცანა, თუმცა ეს პროცესით შეჩერებულია, როგორც ხედავთ და მოლოჩკაც მაგას ნიშნავს. მოსკოვი დაეცემა ყირიმის გავლით, ასე იშიფრება, ვისაც არ გახსოვთ, ან არ გინახავთ ჩემი წინა ვიდეოები, ან არ სადმე არ მოგიკითხავთ, მოლოჩკა მოკლედ ესე იშიფრება. მოსკოვი დაეცემა ყირიმის გავლით. შემთხვევით არ დამიწყია ამ ყველაფერზე საუბარი, ახლა მე თქვენ უნდა გაჩვენოთ რა ხდება ოკუპირებულ ყირიმში, სადაც დაბრუნდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი 90-იანი წლები. აი აქ მაგალითად არის რეპორტაჟი ქუჩაში, ესეთი ჰუმანიტარული ცენტრები შექმნეს, როგორც ჩანს, სადაც ამზადებენ საკვებს, არიგებენ მოსახლეობაზე, იმიტომ რომ დენი არ არის, გარდა იმისა, რომ საწოვი არ არის, უკრაინის შეიარაღებული ძალები მიზანმიმართულად ანადგურებს ყირიმის ტერიტორიაზე არსებულ ენერგოობიექტებს, ქვესადგურებს, მაგალითად დენის გამანაწილებლებს, ასეთ პუნქტებს, რომ ყველანაირად დისკომფორტში მოაქციონ ადგილობრივი რუსები, ასე ვთქვათ. და მადიარმა თავის უკვე კარგად ცნობილ ინტერვიუში, რომელიც რამდენიმე დღის წინ განთავსდა სოციალურ ქსელებშიც და YouTube-ზეც და სხვაგანაც, მოკლედ იქ საუბრობდა მადიარი რა უნაქნან რუსებმა, რომლებიც ახლა ყირიმში არიან. და ესეთ სლენგს იყენებდა, მე სხვანაირად ვიტყვი, მოკლედ რუსებს ვეტყვი იმას, რომ დაახვიონ ყირიმის ხიდის გავლითო და ყირიმის ხიდს შეგნებულად არ ვეხებით, ამიტომ ამ ეტაპზეო აი ესეთი გათვლა აქვთ მათ, ჯერჯერობით ძალიან ბევრი უკვე გავიდა მოგეხსენებათ ყირიმიდან, თუმცა ვინც რჩება, უწევს აი ესეთ პირობებში ყოფა ერთი სიტყვით, მათ შორის ესეთი გასული საუკუნის გადმონაშთი კიდევ ერთი, რომელიც გამოჩნდა ყირიმის ტერიტორიაზე, გახლავთ აი ეს. ყირიმის ქუჩებში, სხვადასხვა ქალაქებში გამოჩნდა ესეთი ხაზის ტელეფონები. ბარემის ბარაბნიანი ყოფილიყო, რა ვიცი, დასატრიალებელი თუ 90-იანების ნოსტალგია ბარემ ბოლომდე, მაგრამ არა უშავს, ამ შემთხვევაში ესეთი ხილაკებით ამოქეკეს როგორც ჩანს საწყობებიდან აი ესეთი ტელეფონები და დენი არ არის, ხალხი ტელეფონებს ვერ ტენის, მოკლედ და თუ რამე სასტრაფო ზარი აქვთ განსახორციელებელი, ასეთი საშუალება შეუძლიათ რომ გამოიყენონ. კარგი, წავედით ახლა თანდათან უკვე ფრონტის ხაზზე არსებულ სურათზე, შორით დარტყმები განვიხილეთ, ზღვაზე რა ხდება შევეხეთ, ცოტა ხანში მექნება ასევე კადრები გზებზე გადაღებული, ლოკდაუნი ლოჯისტიკის 100-150 კილომეტრის სიღრმეში როგორ განადგურდება იქ გადაზიდვები. მანამდე დავხედოთ, ეს არის რუსების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროპაგანდისტული ონლაინ პლატფორმა რიბარი და ეს ყოველთვის უფრო ეფექტური არის ხოლმე, ხო? როდესაც მიმოვიხილავთ უკრაინელების რუკებს ან ევროპელი, ვთქვათ, ღია წყაროების ანალიტიკოსების რუკებს, მაგ შემთხვევაში ვიღაცა შეიძლება გარკვეული ეჭვი მაინც გაუჩნდეს, რომ ხომ არ არის ეს რაღაცა ტენდენციური. ამ შემთხვევაში რუსეთის, აი, თავად მათი პროპაგანდისტული რიბარის, მოკლედ, ანალიტიკა გახლავთ ეს, კონკრეტულად ეს არის ლიმანის მიმართულება. სადაც, ესე იგი, თავადვე ადასტურებენ იმას, რომ აი ლიმანის ჩრდილო-დასავლეთით უკრაინელები ეს ცისფერი ისრები, მოკლედ ამას აღნიშნავს სწორედ უკრაინელების კონტრშეტევის მიმართულებები არის მთელ ხაზზე ესე ჩრდილოეთით ლიმანიდან ცდილობენ რომ გაარღვიონ პოზიციები რუსეთის საოკუპაციო არმიის და თუ ამ რუკას დავხედავთ ძალიან მარტივად არის აღქმადი რა არის ამ ყველაფრის ამოცანა.
უკრაინელები ცდილობენ, რომ აი ამ ზონაში მაგალითად ეს გარღვევა მიიყვანონ ამ შემთხვევაში ამ დასახლებულ პუნქტამდე და მოჭრან აი ეს ზონა, ეს დასახლებული პუნქტები, სადაც არიან განთავსებული რუსეთის საოკუპაციო არმიის დანაყოფები, ცდილობენ რომ ამ მხრივ შეაჩერონ აქ რუსების წინსვლა და მეორეს მხრივ თუ ამას მოახერხებენ და გაიმყარებენ ლიმანის ჩრდილოეთით პოზიციებს, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იმას, რომ არ მოხდეს ლიმანის, ასე ვთქვათ, ალყაში მოქცევა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აქ სამხრეთითაც რუსებს აქვთ შეტევის მიმართულებები, როგორც ხედავთ, როგორც წესი, ისინი ცდილობენ ხოლმე რომ ფლანგებიდან, ასე ვთქვათ, ნახევრად ალყაში მოაქციონ ეს დასახლებული პუნქტები, რომლის ოკუპირებასაც ცდილობენ, შემდეგ უკვე დაიწყოს რაღაცნაირად პატარ-პატარა ჯგუფების ინფილტრაცია უშუალოდ დასახლებულ პუნქტებში და აი ამ ტაქტიკით საბოლოოდ დაიკავონ ესა თუ ის ქალაქი. ამ შემთხვევაში ეს კონტრშეტევა ცალსახად აჩვენებს, რომ რუსების პოზიციები აქ ნამდვილად გაუარესდება თუ ეს შეტევები წარმატებული აღმოჩნდა, სადაც ამას რუსები აჩვენებენ, ერთი სიტყვით თავისუფლად შეგვიძლია იმის თქმა, რომ გაცილებით მძიმედ არის მათთვის აქ საქმე, ვიდრე ამ რუკაზე ჩანს, აქაც ჩვენ ხედავთ, რომ სამხრეთიდან ერთის მხრივ რუსეთის არმიის მიმართულებებია შეტევების, მაგრამ უფრო სამხრეთით კიდევ უკრაინელები ცდილობენ შეიჭრან სიღრმეში და ამ შემთხვევაშიც არ მისცენ მათ, რომ ფლანგიდან, ეს სამხრეთის მიმართულებიდან ლიმანს შემოუარონ და ესეთი ქვაბი გააკეთონ, ასე ვთქვათ, როგორც ამას უწოდებენ ხოლმე. ერთ სიტყვით, ლიმანის მიმართულებით კარგად მიდის საქმე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, ცალსახად და ეს ძალიან პოზიტიური ამბავი არის იმის გათვალისწინებით, რა პროგნოზებიც არსებობდა მაგალითად წლის დასაწყისში. აქ ძალიან დიდი წნეხი იყო რუსეთის არმიის მხრიდან, იყო ასეთი ვარაუდი, რომ წლის ბოლომდე არსებობდა ამის რისკი, რომ ლიმანი მოექცეოდა საბოლოოდ ოკუპაციის ქვეშ, მაგრამ ახლა განსხვავებული სურათი გვაქვს და აი ამ ცვლილებას ძირითადად განაპირობებს ის, რომ უკრაინელებმა აი ეს დიდი ტექნოლოგიური გარღვევა შემოგთავაზეს დრონების თვალსაზრისით, ისინი უწყვეტად ურტყამენ ლოჯისტიკას 100-150 კილომეტრის სიღრმეში ფრონტის მთელი ხაზის სხვადასხვა მიმართულებით და ცდილობენ თავისი ამოცანის შესრულებას, რომ შეაჩერონ მტრის წინსვლის პოტენციალი და შემდეგ უკვე ამის შემდეგ პირიქით თავად განახორციელონ კონტრშეტევები. და ეს მხოლოდ ლიმანის მიმართულებას არ ეხება. აი ამ შემთხვევაში ჩვენ ნაჩვენები გვაქვს რუკა, რომელიც ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, დნეპროპეტროვსკის მიმართულებაზე არსებულ სურათს აჩვენებს. უნდა აღვნიშნო, რომ ეს რუკაც შემუშავებული არის რუსული წყაროების მიერ და მათ არხებზე არის განთავსებული, როგორც ამას ნოელ რეპორტსი გვიყვება ამ შემთხვევაში და აქ თავადვე ადასტურებენ, ეს ცისფერი ისრები არის უკრაინელების შეტევები ამ შემთხვევაში, რომელსაც ისინი მონიშნავენ ასე და ადასტურებენ, რომ აი აქ კომარის მიმართულებაზეც მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს უკრაინას, ფილიას მიმართულებითაც და ნოვოპავლივკას მიმართულებითაც, სადაც რუსებს ჰქონდათ რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა გარღვევის და ახლა თავად უწევთ პოზიციების დათმობა. ესაც კიდევ ერთი რუსული წყარო, ერთი სიტყვით, სადაც ამ შემთხვევაში უკვე სამხრეთით უკრაინელების წარმატება დასტურდება. აი ეს არის უკვე კლემენტ მოლინის ანალიტიკური რუკა, ეს არის თუ არ ვცდები ფრანგი, ხო, კი, ევროპელი როა ნამდვილად ვიცი, მაგრამ თუ არ მეშლება ფრანგი ეს არის ანალიტიკოსი, რომელიც ღია წყაროების ანალიზს გვთავაზობს, ადგენს ასევე რუკებს და გვთავაზობს პერიოდულად ანალიტიკურ პოსტებს იმის შესახებ, თუ რა ვითარება არის ფრონტის ხაზზე. აი აქ კლემენტ მოლინიც საუბრობს იმ პროცესის შესახებ, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში 2026 წლის დასაწყისიდან ამ დრომდე ვნახეთ უშუალოდ სამხრეთით ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის მიმართულებებზე.
აქ კი ნაჩვენები არის უკრაინელების შეტევების მიმართულებები ამ დროისთვის. მოკლედ, აი აქ რა ხდება ფერებითაც მარტივად არის ახმათი, ხო? ამ მიმართულებებზე რუსებს შარშან ჰქონდათ ძალიან დიდი წინსვლა. ყოველდღიურად ისინი ახალ ტერიტორიებს იკავებდნენ და ამაზე მათ შორის ერთი წლის წინ მეც საუბრობდი ხოლმე, გაჩვენებდით რუკებს. ამ ტენდენციაზე ძალიან დიდი ამბავი იყო, მოკლედ, რომ სამხრეთით დიდი საფრთხეები არსებობდა, რომ თუ ეს ტემპი რუსების გაგრძელდებოდა, მაგ შეტევების ზაპოროჟიეს მიადგებოდნენ ძალიან მალე. ამის რისკი რეალურად არსებობდა, ამას თავად უკრაინელებიც ადასტურებდნენ, მაგრამ ამის შემდეგ მოხდა გარდატეხა წლის დასაწყისიდან მათ ეფექტური მანევრები დაიწყეს, დამატებით განალაგეს აქ დანაყოფები და მეთოდურად ასე ეტაპობრივად მიმდინარეობს ეს კონტრშეტევა, რომელსაც ახლავს ეგრეთ წოდებული საინფორმაციო სიჩუმე. აი ამ პოსტში კლემენტ მოლინი, თავადაც შეგიძლიათ მოძებნოთ და გადაამოწმოთ, წაიკითხოთ სრულად, მე უბრალოდ რაღაც მოკლე შინაარსს გიყვებით ახლა ამ შემთხვევაში. ის საუბრობს აი ამ საინფორმაციო დუმილზე, თუმცა ამბობს იმას, რომ იმ მინიმალური დადასტურებული კადრებით თუ ღია წყაროებით, რაც ამ ეტაპზე მოიპოვება, დასტურდება უკრაინელების მნიშვნელოვანი წინსვლა, თანაც არაერთი მიმართულებით და ამ ყველაფერმა განაპირობა ძალიან დიდ ზონაში, პრინციპში, ახლობით 50 კილომეტრის სიგანის მონაკვეთზე ფრონტის ხაზის მთლიანად შეჩერება რუსეთის წინსვლის და პირიქით, საპასუხოდ ტერიტორიების გათავისუფლება. აი აქ ნახეთ ახლა ეს ნაცრისფერი ზონები, ხო, წითელი, აქ ლურჯი, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, აი აქ არის ნაცრისფერი ზონები. აი ამ კიდეებამდე იყო, ასე ვთქვათ, რუსეთის არმია მოსული, სადაც ნაცრისფერი ზონა მთავრდება ამ შემთხვევაში და ეს სხვაობა ამ შემთხვევაში აჩვენებს მთლიანად ამ ზონაში უკრაინის არმიის წინსვლას, რაც გრძელდება, რაც არ არის რაღაც დასრულებული პროცესი და პირიქით უფრო და უფრო არსებობს ამის მოლოდინი, რომ გაძლიერდება ეს წნეხი უკრაინელების მხრიდან, აქაც ანალოგიური მიზეზის გამო. ლოჯისტიკა, რაც არის უმნიშვნელოვანესი საომარი მოქმედებების წარმოებისთვის და აქ სერიოზულ დარტყმას იღებს განსაკუთრებით სამხრეთის მიმართულებაზე რუსეთის არმია, იმიტომ რომ აქ მომარაგებისთვის არ არის ბევრი გზა, აქ არის მსხვილი მაგისტრალები ძირითადად, სულ არის გაშლილი ტერიტორია და ძალიან მოწყვლადია ამ შემთხვევაში სამხედრო ტვირთები, რომლებიც როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე 100-150 კილომეტრის სიღრმეშიც კი გადაადგილდება, ვიდრე მიემართება, ვთქვათ, და ვიდრე მიუახლოვდება ფრონტის ხაზის სიახლოვეს. ცოტა განსხვავებული სურათი არის ამას წინადაც ვამბობდი, ამას აღწერენ სწორედ რომ აღმოსავლეთით დონეცკის მიმართულებაზე, იმიტომ რომ იქ არის ბევრი შიდა ურბანული გზები, განსხვავებული რელიეფი და ასე და ასე შემდეგ. სამხრეთში გაცილებით მარტივად არის საქმე და ეს სხვაობა ჩანს. აი თუ შევხედავთ, თქვათ, ტერიტორიულ მიღწევებს უკრაინის შემთხვევაში, წელს ხომ ცნობილი ამბავია, რომ ბალანსი მათ სასარგებლოდ არის, მათ გაცილებით მეტი ტერიტორიის გათავისუფლება მოახერხეს, ვიდრე ოკუპანტმა მოახერხა საპასუხოდ დაკავება. გათავისუფლებული ტერიტორიების ძირითადი ნაწილი მოდის მოკლედ სამხრეთის მიმართულებაზე, მათ შორის აი ამ მონაკვეთში, რომლის ამსახველ რუკასაც ახლა ჩვენ ვხედავთ. ასევე კლემენტ მოლინი ეხება კონსტანტინივკის მიმართულებას დონეცკის ოლქს ამ შემთხვევაში და აი ამ პოსტში მას აქვს 26 ივლისს დასმული ესეთი კითხვა: ვინ აკონტროლებს კონსტანტინივკას? რუსული არხები გასაგებია და პუტინმაც გააკეთა მოხსენება საჯაროდ ამის შესახებ, რომ ჯერ კიდევ რაღაც მე მგონი ერთი თვის წინ რომ თითქოს კონსტანტინივკა უკვე აიღო რუსეთის არმიამ. ამ შემთხვევაში კლემენტ მოლინი ამბობს, რომ ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ფაქტობრივად ამას ამბობს, იმიტომ რომ მთლიანად კონსტანტინივკა არის ნაცრისფერი ზონა. აი აქ მას წითელი და ლურჯი წერტილებით მონიშნული აქვს უკრაინელების განხორციელებული იერიშები, რაც დასტურდება ფოტო და ვიდეო მასალით და წითელ ფერში წერტილები მონიშნული არის ის ადგილები, სადაც რუსები ახორციელებენ დარტყმებს უკრაინელების პოზიციებზე და თუ დააკვირდებით აი ამ რუკას, ხო, ის სწორედ ამ ყველაფერზე საუბრობს აქ. ეს პროცესი არის ესეთი მიქსი, რასაც ახლა ვხედავთ, ანუ ყველგან, აი თითქმის ყველგან, მთელი ქალაქის ტერიტორიაზე ვხედავთ ჩვენ როგორც წითელ, ასევე ლურჯ წერტილებს. აი ესეთ მნიშვნელოვან და ესე ჩვენ რომ ვამბობთ ხოლმე ჩამჭრელ კითხვას ვამს ამ შემთხვევაში, რომ
თუ რუსები მთლიანად ქალაქს აკონტროლებენ, რანაირად ხდება ამავდროულად ის, რომ ისინი კვლავ აი ამ არაერთ წერტილში, რასაც ახლა ჩვენ უყურებთ, ათეულობით ლოკაციაზე, კვლავ ახორციელებენ დარტყმებს უკრაინელების პოზიციებზე, ხო? ანუ ეს ხო ურთიერთგამომრიცხავი ორი ამბავია, თუ აკონტროლებ, ესე იგი გაწმენდილი გაქვს უკვე და თუ კვლავ ბრძოლები მიმდინარეობს, ესე იგი კონტროლს არ ახორციელებ, ხო? თან ეს ყველაფერი ესეთი შერეული სურათი გვაქვს ამ შემთხვევაში და ხშირად ადარებენ ხოლმე ამ ამბავს პოკროვსკს, სადაც იყო ესეთი ტიპის ბრძოლები, რომ ერთ შენობაში შესაძლოა ერთ სართულზე რუსი ჯარისკაცი ყოფილიყო და მეორე სართულზე უკრაინელი. ანუ იგივე მოცემულობა გვაქვს და ახლოვებით პატარ-პატარა ჯგუფები, რომლებიც გაფანტულები არიან ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში, რუსების და უკრაინელები, რომლებიც კვლავ რჩებიან ამ წნეხის და ზეწოლის მიუხედავად. მოკლედ, კლემენტ მოლინი ცალსახად ამბობს, რომ არ არის სიმართლე თითქოს რუსეთი ამ ქალაქს აკონტროლებს და ამბობს, რომ აქ ძალიან დიდი ბრძოლები მიმდინარეობს. აი ამის შემდეგ უკვე შემდეგ პოსტში, ბოლო პოსტში ის ამბობს, რომ წინა პოსტის უამრავი კომენტარი წავიკითხო, 60 კომენტარი დამხვდაო და ვერავინ ამ კომენტარებში ვერ ადასტურებს რეალურად იმის საწინააღმდეგოს, რასაც მე ვამბობ. ეს კაცი ამას ამბობს, რომ თითქოს მთლიანად რუსეთი აკონტროლებს კონსტანტინივკას. აქ დასახელებული არის ვადები აი ამ წერტილების მონიშნის, ეს მოიცავს როგორც, გასული 40 დღის ანალიზი არის მთლიანობაში დაფიქსირებული იერიშების და დადასტურებული კადრებით დადასტურებული ამბების, მათ შორის ბოლო 26 წერტილი, რაც აქ მონიშნული აქვს, ამას ამბობს, რომ დაფიქსირებული არის ბოლო 10 დღის განმავლობაში. და ეს, ფაქტობრივად გამორიცხავს იმას, რომ იქ არ არიან უკრაინელი სამხედროები და აქვე ასევე ამბობს იმას, რომ ბევრი ეგრეთ წოდებული ანალიტიკოსი მას ედავება, თითქოს ეს სინამდვილე არ არის და საწინააღმდეგო არგუმენტს ისინი ვერ ასახელებენ ან მოყავთ მითითება სხვა წყაროების მისამართით და ის წყაროები თავის მხრივ ასახელებენ ეგრეთ წოდებულ ფლაგ ოპერაციებს, ან დროშის აღმართვის ოპერაციებს, რაც არის აბსოლუტურად პროპაგანდისტული ხაზი და სადმე თუ დროშა აფრიალეს რუსებმა, ეს არ ნიშნავს, რომ იქ ტერიტორიას ისინი აკონტროლებენ, ეს არის რამდენიმე წუთიანი ოპერაციები იმისთვის, რომ უბრალოდ შემდეგ მეთაურობას აჩვენონ და საბოლოოდ პუტინთან მივიდეს ეს მოხსენებები. ხო, სხვათა შორის ახლა ცოტა ხანში მე თქვენ გაჩვენებთ, როგორ აყალბებენ მაგ დროშის ოპერაციებსაც კი. ხო, აი ზუსტად ეს კადრი მაქვს აქ. მოკლედ, რუსებმა დაიწყეს AI-ის გამოყენება და ძალიან სასაცილო ამბავი ვლინდება აი ამ ვიდეო კადრებში. ჯერ ვნახოთ ეს კადრები და შემდეგ დეტალურად გავარჩიოთ. რა ხდება აქ? რუსი ჯარისკაცი, რომელიც ესე არხევს დროშას, ხო? ჯერ აი ამ მომენტში ხო და მე კაი, ვნახოთ ბოლომდე, არ გავაჩერებ და მე კადრი ადის, რომ თითქოს ეს აი ამ კონკრეტულ ზონაში ხდება, ხო? ამის დასადასტურებლად და ეს გამოსახულება ერთი შეხედვით გავს რეალურ კადრს, თითქოს დრონიდან გადაღებულია და პირდაპირ დრონის ოპერატორი რაკურსს ცვლის და გადადის იქ რაღაც საერთო ხედზე, ხო? ეხლა დააკვირდით აქ რა ხდება. ეს გამოსახულება, სადაც რუსი ჯარისკაცი არის ამ დროშით ნაჩვენები, ჯერ ერთი რაღაც მომენტში, აი აქ ცოტა ხანში დააკვირდით, საერთოდ ქრება. აი დააკვირდით. ჰოპ და გაქრა. ჯადოქრობა. მეორე მთავარი ამბავი, სადაც გაიყიდა, ასე ვთქვათ, რომ ეს არის ფეიკი, არის პროპორციები. აი აქ დააკვირდით რა ხდება. ეს გაზომეს მათ შორის, როდესაც ხდებოდა ამის ანალიზი და აი ამ წერტილიდან ამ წერტილამდე, სადაც არის ეს მწვანე ზონა, ამ მწვანე ზოლის სიგანე არის დაახლოებით 6 მეტრი. ეხლა დავბრუნდეთ უკან, სადაც რუსი ჯარისკაცი ჩანს. ესე იგი, ეს კაცი არის დაახლოებით ხის სიმაღლის, არ ვიცი, 5-6 მეტრის სიმაღლის არის და 1-2 მეტრის სიგანის, რომ ამ 6 მეტრიან მონაკვეთში ამხელა მანძილი დაიკავა, ესეთი ადგილი დაიკავა. მერე დააკვირდით, კიდევ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ეს არის საავტომობილო გზა, ხო ასე არა? აი შეხედეთ, ეს არის საავტომობილო გზა. გასაგებია, რომ გრუნტის გზა არის, მაგრამ მაინც ეს არის გზა, სადაც მინიმუმ 2 მანქანას ან კაი ჯანდაბას ერთ სატვირთო ავტომობილს მაინც შეუძლია, რომ დამოუკიდებლად გაიაროს. ერთი გზა, 2 გზა, ხედავთ, ხო, ჩვეულებრივი ესეთი მინდორში გამავალი გზა არის. ეხლა ნახეთ. დააკვირდით. გზის
სიგანე, მოცულობა და ამ კაცის მასშტაბურობა, ხო? რანაირად შეიძლება ეხა ეს ერთი ჯარისკაცი თავის დროშიანად იყოს ამ იგივე ზომის, რაც არის ფაქტობრივად საავტომობილო გზა. ერთ სიტყვით ეს არის აშკარად ესე ჩვენებურა ჟარგონზე რო ვთქვათ, მაგრად დაიწვა ეს ამბავი და გაიყიდა იმ ხრივ რომ აშკარად ძალიან უნიჭოდ გაკეთებული AI-ის გამოყენებით ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო გახლავთ და ამას ახლა გასაგებია რომ ეს სოციალურ ქსელებში შემდეგ გავრცელდა უკრაინელებმა ეს ყველაფერი თუ არ ვიცი ვინ საბოლოოდ გაშიფრა და ჩემამდე მოვიდა და თქვენამდე მომაქვს, მაგრამ ეჭვი არავის არ გვეპარება რომ ეს კადრი საბოლოოდ მოხდება რუსი ოფიცრების ანგარიშებში და იტყვიან რომ აი სადღაც რუსმა ჯარისკაცმა მოკლედ დროშა ააფრიალა და მათ დაიკავეს ტერიტორია და შემდეგ აი ესეთ გრაფიკებს ამზადებენ რომ ეს ხდება აი ამ დასახლებულ პუნქტში და მოკლედ დაიკავეს თუ რაღაც ხნეს ერთ სიტყვით. ხო, ეგაც მნიშვნელოვანი და საინტერესო, ესე იგი ტენდენცია AI-ის ინტეგრირებას ცდილობს მოკლედ რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა. ხო, აქ ძალიან ეფექტური კადრი გვაქვს ამ შემთხვევაში. აქ სხვაობაზე კონტრასტზე არის საუბარი, $500 დრონი, როგორ ანადგურებს Buk M3 სისტემას, რომელიც 40 მილიონი დოლარის ღირებულების არის ფრონტის ერთ-ერთ მონაკვეთზე, მოკლედ ახალი კადრები გვაქვს, მოდით ვნახოთ ეს მასალაც. და არ არის გასაკვირი რომ აქ პუტინის შეწუხებული სახით გვაქვს ესეთი მემეც თან ამ ვიდეოზე დატანილი. ჩანს დრონით განხორციელებული დარტყმა, ეფექტური დარტყმა, ესეთი ძალიან ლამაზი ფეიერვერკიც გვაქვს და განადგურებული Buk M3. შემდეგ რა გვაქვს? აქ გვაქვს უკვე S400 სისტემის განადგურების ამსახველი კადრი ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე. ეს არის ასევე ახალი მასალა, უბრალოდ ერთი დღის წინანდელი არის, მაგრამ მაინც ახლად ითვლება ასე ვთქვათ. ნახოთ. შორიდან უახლოვდება სამიზნეს და აი აქ უკვე გამოჩნდება S400-ის ეს გამშვები, იბატონო. ზუსტი დარტყმა ამ შემთხვევაში და კიდევ ერთი სამიზნის განადგურება გვექნება. აქაც S400 არის საუბარი. აი ესეც. ესეც ოკუპირებული ყირიმი, მოკლედ. ვახსენე მე ლოჯისტიკის ლოკდაუნი, რომელიც ასევე გრძელდება და აქ გვაქვს ყირიმისკენ მიმავალი გზები. სადაც ერთმანეთის მიყოლებით ესე ანადგურებენ სატვირთო ავტომობილებს. გზაზე არის მიმოფანტული დამწვარი სატვირთოები და ნამდვილი სიკვდილის გზა არის, სხვა რა ქვია, პრინციპში ესაც ამ შემთხვევაში რუსი მძღოლებისთვის და სამხედროებისთვისაც, მათ შორის ვინც უშუალოდ არმიის ავტომობილებს მართავს, ზოგ შემთხვევაში ცოცხალი ძალის განადგურებაზეც არის ხოლმე საუბარი და ასევე უკრაინული დრონები ანადგურებენ გზადაგზა იმ მობილურ ჯგუფებს, რომლებიც გამოყვეს სწორედ ამ ტვირთების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, რომლებიც აცილებენ ხოლმე ამ ტვირთებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში თავადვე ხდებიან დრონების სამიზნე და ასეთი არაერთი მიჩვენებია ჩემ წინა ვიდეოებში. კიდევ ერთი ეფექტური კადრი მაქვს ამ შემთხვევაში უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული მასალაა 27 რიცხვით დათარიღებული და აქ ნაჩვენები არის HIMARS-ის სისტემის მუშაობა. განმარტებაში იყო აღწერილი რომ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად, ძალიან დინამიურად ხდება და ყველაფერს წამები წყვეტს. სამიზნის განსაზღვრა, შემდეგ უკვე პოზიციაზე გასვლა, სწრაფი მოქმედება იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე ვიდრე აზრზე მოვლა, მანამდე უკვე სამიზნე იყოს განადგურებული. აი აქ არის უკვე HIMARS-ის სისტემიდან რაკეტის გაშვება და იქვე ეს ოპერატორები, ასე ვთქვათ, როგორ მართავენ პროცესს და ონლაინ რეჟიმში როგორ ანახებენ უკვე ამ გასროლის შემდეგ სამიზნის განადგურებას და უკან გამოსვლა. შემდეგ უკვე უკან გამოსვლა უსაფრთხო ზონაში. ოპერაციის დასრულების შემდეგ. რას ამბობს? ხო, რაც ემოციებზე საუბრობთ. კარგი, გავაგრძელოთ. აქ გვაქვს უკვე საინტერესო
ვიზუალური გამოსახულება, ალბათ უკვე მიხვდით რაზეც არის საუბარი არის რუსეთის დანაკარგებზე. სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ცენტრის ანგარიში, რომელიც გვიყვება იმის შესახებ, რომ ამ 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, 2 მილიონი სამხედრო არის დაღუპული. აქ არ არის საუბარი დაჭრილებზე, დაკარგულებზე, 2 მილიონი სამხედრო არის დაღუპული. აქედან 1.4 მილიონი არის რუსეთის არმიის რიგებში არსებული დანაკარგები. აი ასეთი მორიგი, ესეთი შემაჯამებელი სტატისტიკა, რაც კოლოსალურ დანაკარგებს აჩვენებს. ცხადია უკრაინის მხარესაც, მაგრამ შეფარდება გასაგებია, ხომ? 2 მილიონიდან 1.4 მილიონი არის რუსი ჯარისკაცი, რომლის შესახებაც ეს საერთაშორისო კვლევითი ცენტრი იტყობინება, რომ დადასტურებულად ეს ხალხი არის მკვდარი. დაუბრუნდი ახლა ისევ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზიტს, ზელენსკის ვიზიტს უბრალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამ პოსტში ნაჩვენები არის ფოტომასალა, სადაც კაპიტოლიუმის გარეთ აქ მხარდამჭერების შეკრება არის ნაჩვენები, ამერიკის დროშები, ასევე უკრაინის დროშები. რაც შეეხება შინაარსს, აქ აღნიშნული არის, რომ ყველა 100-ვე ამერიკელი სენატორი არის მიწვეული ზელენსკისთან შესახვედრად. ეს შეხვედრა გაიმართება ღამით, ცოტა მოგვიანებით, კიევის დროით პირველ საათზე. თბილისის დროით რამდენია, არ ვიცი, 1 საათი გვაქვს, მეგონი სხვაობა თუ 2. ზუსტად აღარ მახსოვს. მოკლედ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცალსახად ჩანს შემოტრიალება, ასე ვთქვათ, უკრაინის მხარდასაჭერად. ამაზე ძალიან ბევრი რამ მიანიშნებს ბოლო პერიოდის განმავლობაში, მათ შორის ჩემთვის ესეთი სასიგნალო ამბავი ერთ-ერთი იყო ესეთი ვლოგერის უკრაინაში ჩასვლა, რომელიც მანამდე გამოირჩეოდა ხოლმე ანტიუკრაინული პოზიციებით და პირიქით რუსეთის მხარდამჭერი პოზიციებით, ასეც იყო აქმული ყოველ შემთხვევაში. ის ჩავიდა კიევში ცოტა ხნის წინ, ჰქონდა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუ ზელენსკისთან და ფაქტობრივად ბოდიშებს იხდიდა მისი წინა პოზიციის გამო, მანამდე არსებული პოზიციის გამო. ესაც არ არის შემთხვევითი, ხო გასაგებია ახლა რომ ეს არ მიანიშნებს მხოლოდ რაღაც პიროვნული განწყობების ცვლილებას, ეს კონკრეტული ვლოგერი არის მაგას სახე, ასე ვთქვათ, არის ტრამპის გუნდის პოზიციების გამაჟღერებელი და გამავრცელებელი შესაბამისად. ესაც ჩემთვის მედიის ხაზით პოლიტიკის ცვლილების მნიშვნელოვანი ესეთი დეტალი იყო, რაც თვალში მომხვდა და რაც როგორც წესი ძალიან ბევრ ამაზე მეტყველებს ხოლმე. ასე თუ გაგრძელდა, რა ვიცი, ალბათ არ გაგვიკვირდება ცოტა ხანში ტაკერ კარლსონიც თუ ზელენსკის ქებას დაიწყებს და ბოდიშებს მოიხდის იმის გამო, რომ ქება დიდებას და ხოტბას ასხამდა იქ ვიტკოფთან ერთად ინტერვიუების დროს პუტინს და ამბობდა თურმე რა მაგარი კაცია. მოკლედ, ხო, აი ამ პოსტში მაგალითად, რომელიც ამერიკის პრეზიდენტისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრამდე დაიდო, ნათქვამი არის, რომ შესაძლოა მოლაპარაკებების ამ რაუნდმა დააბრუნოს დღის წესრიგში სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ საუბარი და ასევე უკრაინის მხარდამჭერა იარაღის მიწოდების თვალსაზრისით. აი ამაზე არის აქ საუბარი და ასევე აღნიშნული არის, რომ ეს იქნება ყველაზე კარგი შესაძლებლობა ზელენსკისთვის მთლიანად ტრამპის მეორე ვადით გაპრეზიდენტების განმავლობაში, რაც კი არსებულა, ასე ვთქვათ, აქ ამ პოსტშიც, ხაზგასმა იმის, რომ ახლა უკრაინის პრეზიდენტი გაცილებით უფრო მყარ პოზიციებზეა, ვიდრე იყო მანამდე და ესეთ კარგ ფორმაში ხვდება, ასე ვთქვათ, ტრამპს. მაგრამ მე თავში ვახსენე, იმედია ამ დრომდე უყურებთ ვიდეოს და გახსოვთ, რომ ტრამპთან შეხვედრამდე ზელენსკის ჰქონდა დიდ ბრიტანეთში ვიზიტი. და აქ ჩემთვის ძალიან ესეთი საგულისხმო ამბავი იყო, რომ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გაიმართა პორტსმუთის საზღვაო ბაზაზე, ერთ-ერთ ავიამზიდზე
თუმცა იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერეს უკრაინული ხომალდები, რომელიც ამ საზღვაო ბაზაზე არის ამ დროისთვის განთავსებული. საუბარი არის 5 ხომალდზე, რომელიც განკუთვნილი არის განაღმვითი ოპერაციებისთვის. აი სწორედ ეს დეტალი იყო ჩემთვის ძალიან საგულისხმო და მენიშნა. აი ამის ახსნას ვცდილობდა ახლავე აგიხსნით, მანამდე ესეთი დასახელებები არის მელიტოპოლი, მარიუპოლი, ჰენიჩესკი, ჩერკასი და ჩერნიჰივი. აი ესე ქვია ამ ხომალდებს 5 ხომალდს, რომელიც 2023 წლის შემდეგ გადაეცა უკრაინის ფლოტს, ასე ვთქვათ, და მას შემდეგ ბაზირებული არის პორტსმუთში. ახლა მოდით დავაკვირდეთ მოვლენათა ჯაჭვს. რა დროს ხდება ეს ყველაფერი? ეს ხდება მას შემდეგ, რაც უკრაინამ კასპიის ზღვაში მიიტანა იერიში ირანულ ხომალდზე, რომლითაც შეიარაღება გადაჰქონდათ, უკრაინის პოზიცია ასეთი არის და მათი გავრცელებული ინფორმაცია ირანიდან რუსეთში ამ პირიქით, ანუ შეიარაღების გადასაზიდად იყენებდნენ და ასეთი წარსულშიც არაერთი ყოფილა, უბრალოდ ამბავი ის არის, რომ ახლა უკრაინას აქვს ტექნოლოგიური შესაძლებლობა იარაღი იმისთვის, რომ მიწვდეს კასპიის ზღვას მაგალითად და იქ ირანულ გემებს დაარტყას. ამას საკმაოდ მწვავე რეაქცია მოყვა თავად ირანის მხრიდან და მუქარები იმის შესახებ, რომ ჩვენის მხრივ დაუსჯელს ამ ამბავს არ დავტოვებთო. პასუხიც იყო უკრაინიდან და განცხადებები იმის შესახებ, რომ თუ ჭკვიანად არ იქნებიან მათ განადგურებულ ქვეყანას კიდევ უფრო მძიმე დღეში ჩავაგდებთო და აი ამის შემდეგ მოკლედ აი ამ ვიზიტს ხედავთ ბრიტანეთში გემებს, რომლებიც უშუალოდ განაღმვითი ოპერაციებისთვის არის განკუთვნილი და მეორე დღეს ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრას, რომელსაც მეორეს მხრივ თავისი კრიზისი აქვს ირანთან მიმართებით, ხო? და გვახსოვს ჩვენ პრეისტორია, როგორ მოუწოდებდა ის ევროპელ პარტნიორებს, ნატოელ პარტნიორებს, რომ დახმარებოდნენ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და არა მხოლოდ მოუწოდებდა, ტრამპი ძალიან ხშირად აკრიტიკებდა ძალიან მწვავედ მის პარტნიორებს, რომ არავინ არაფერს არ აკეთებსო, მათ შორის დიდ ბრიტანეთს და ყოფილ პრემიერს. ამ შემთხვევაში ვნახოთ ეს ახალი პრემიერი რა სიზავს ამ მხრივ შტატებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. მოკლედ, ტრამპი ითხოვდა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების ნაწილში პარტნიორების მხარდაჭერას. ამ დროს ბრიტანეთის პორტში ბაზირებული არის 5 ხომალდი, რომელიც გასაგებია, რომ ახლა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას უკრაინის ტერიტორიულ წყლებში ომიდან გამომდინარე და მიღებულია გადაწყვეტილებები, რომ უნდა იყოს იქ, სადაც არის. უკრაინაში ყოველ შემთხვევაში ვერ იქნება ომის დასრულებამდე, მაგრამ აქ ხო შემოდის საკითხი, რა უშლის ხელს იმას შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში, რომ ეს გემები სხვა მისიისთვის გაგზავნონ. არ ვიცი, ეს არის ჩემი უბრალოდ დაკვირვება და აი ამ მოვლენების ჯაჭვში ვხედავ მაგ ლოგიკას, რომ საერთოდაც არ არის გამორიცხული ზელენსკიმ შესთავაზოს ამ შემთხვევაში და აი ამ მხარდაჭერის სანაცვლოდ, რაც ეხება პატრიოტის სისტემებს, რაც ეხება სხვა ტიპის სამხედრო მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატებიდან იარაღის მიწოდებას, აი ამ ყველაფრის სანაცვლოდ ამ მომენტში გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შესთავაზოს საკუთარი აი ეს რესურსი, რომელიც ახლა ბრიტანეთში არის უბრალოდ გაჩერებული. აქვე უნდა დავამატო, რომ აი ამ ნიუსში აღნიშნული არის, რომ ამ მეზღვაურებმა, რომლებიც განლაგებული არიან ამ ხომალდებზე, ასე ვთქვათ, ამ ხომალდების ეკიპაჟებმა, უკრაინელმა სამხედროებმა გაიარეს მრავალეროვნული სწავლებები თავისი მიმართულებით და ესეთი ტიპის ოპერაციების შესატარებლად. ხო, მოკლედ მე ამ ლოგიკას ვხედავ, ვნახოთ, დაწერეთ თქვენი მოსაზრებებიც, რას ფიქრობთ. ყოველ შემთხვევაში დავიმახსოვროთ, რა თქმა უნდა, არაფერს არ ვამტკიცებ, უბრალოდ ჩემ დაკვირვებას გიზიარებთ, რომ ამ ლოგიკას აქვს გარკვეული საფუძველი არსებობის და ნახოთ, არ არის ჩემთვის არ იქნება ყოველ შემთხვევაში სიურპრიზი, რომ ცოტა ხანში შევიტყოთ, რომ შესაძლოა უკრაინა გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი უშუალოდ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
ფაქტია, რომ ტრამპის შესაბამისი სიგნალი გაშვებულია, ის მოუწოდებდა პარტნიორებს ამის რესურსი უკრაინას გააჩნია და ამის საჭიროებაც გააჩნია, რომ ახლა ორმხრივი ინტერესი, აი ამ პარტნიორობის ორმხრივი ინტერესი ტრამპს ყოველ შემთხვევაში აჩვენოს. ნახოთ, მოკლედ როგორ წავა მაგ მხრივ საქმე. აი აქ გვაქვს კადრები, სადაც ზელენსკი ხვდებოდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად უკრაინელ მეზღვაურებს. ეს ხდებოდა ავიამზიდზე, ბრიტანელების ავიამზიდზე. შემდეგ რა გვაქვს? ხო, ეხლა სხვა მხარეს წავიდეთ. პუტინსაც ჰქონდა ერთ სიტყვით მეზღვაურებთან შეხვედრა. საზღვაო ძალების დღე აღინიშნებოდა და როგორც წესი ამ დღეს რუსეთში იმართებოდა ხოლმე სანქტ-პეტერბურგში უფრო კონკრეტულად დიდი აღლუმები მეზღვაურების და ხომალდების მონაწილეობით, ეს ხიდების გახსნა მთელი ამბავი. თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან კომიკურ ვითარებაში მოუწია პუტინს აი ამ აღლუმის მიღება. მას ესეთი სამხედრო სალამი უძღვნეს რუსმა მეზღვაურებმა და ასე ფონზე უბრალოდ ეხატა აი ამ პლაკატზე რუსული წყალქვეშა ნავი. არ ვიცი რა შეიძლება იყოს უფრო მეტად დამამცირებელი ამ შემთხვევაში პუტინისთვის და მეტად დამაკნინებელი მთლიანად რუსული ფლოტისთვის. სასაცილო მდგომარეობაში გამოიყურება ეს კაცი, უდაოდ სასაცილო მდგომარეობაში არის. რაღაცა ბუტაფორია და უნიჭო მცდელობა იმის, რომ რაღაცა თითქოს სურათი შექმნა მისი ძლევამოსილების. ძალიან სასაცილო არის ეს ყველაფერი. ჯერ იყო და 9 მაისს ფაქტობრივად ზელენსკის და ტრამპის ნებართვით ჩაატარა მან ეგრეთ წოდებული აღლუმი, გამარჯვების დღესთან დაკავშირებული და წითელ მოედანზე ტექნიკა საერთოდ ვერ გაჭაჭანდა, რაღაცა ფლეშმობები დადგეს და ამ შემთხვევაში უკვე ნახეთ ესეთი სასაცილო აღლუმი საზღვაო ძალების დღესთან დაკავშირებით. აი აქ არის არაჩვეულებრივი ვიდეო, ერთ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ 2026 წლის კადრებს მარცხნივ და მეორე შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 2020 წლის კადრები მარჯვნივ. უბრალოდ ეს სხვაობა თავისით ამბობს ყველაფერს. ერთ მხარეს პლაკატზე გამოსახული წყალქვეშა ნავი და მეორე მხარეს პუტინი, რომელიც ესე წყალქვეშა ნავების თუ სამხედრო ხომალდების ზედგან ჩამწკრივებული ამ თეთრ ფორმაში ჩაცმული მეზღვაურების თანხლებით ასეთ უზარმაზარ აღლუმში ამაყად იღებს მონაწილეობას, უბრალოდ ამ აღლუმის იბარებს. ბრავო. ეს ამბავი ვიდრე დავასრულეთ, აქ კიდევ ერთი საინტერესო კომპონენტი გვაქვს რუსეთის საზღვაო ძალების დღესთან დაკავშირებული, ამ შემთხვევაში კალინინგრადში. სიგიჟე საზღვაო ხომალდები არა, მაგრამ ეს ტივზე გაისეირნეს ჯიგრებმა. აბსოლუტური შოკი არის. თავიდან ესაც რაღაც იუმორისტული ვიდეო მეგონა, მაგრამ რამდენიმე წყაროზე გადავამოწმე, ეს არის რეალური კადრები ხალხო კალინინგრადში. საზღვაო ძალების დღესთან დაკავშირებით რუსეთის საზღვაო ძალების აი ესეთი ორი კატერი და რაღაც ტივი, რომელსაც მიაცურებენ. საოცარია, ნამდვილად ვერაფერს იტყვი. ჩვენ არაფერი გვაქვს ამ ყველაფრის საწინააღმდეგო. იმავე დღეს გადაღებული მასალა, უბრალოდ კადრები არის, აღარ მოყვები ახლა ამ შინაარს რა იბოდა პუტინმა, როგორც ყოველთვის ამ შემთხვევაშიც ის საუბრობდა, რომ რუსეთის არმია წინ მიიწევს, რომ ისინი აუცილებლად შეასრულებენ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში განსაზღვრულ ამოცანებს. ასევე ბოდავდა იმის შესახებ, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო არ არსებობს, რომ ის რაღაცას ნაწილი ტერიტორიების ლენინმა აჩუქა და ნაწილი ტერიტორიების სტალინმა დაუტოვა მემკვიდრეობით თურმე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. აი ესეთ მორიგ რაღაც პროპაგანდისტულ ბოდვასთან ჰქონდა საქმე და იმ მომენტში, როდესაც ის რუსეთის არმიის წინსვლასა და წარმატებაზე საუბრობდა, დაფიქსირებული არის აი ეს კადრი ეს. ჩინმენდლებ ჩამოკიდებული სამხედროები აქედან და იქიდან მეზღვაურები დიდი ალბათობით ასეთი სახით უმზერდნენ პუტინს და ასეთი მიმიკებით ისმენდნენ ამ ინფორმაციას, რომელსაც ის აცნობდა დიდ რუსულ საზოგადოებას. აი ამ სახეებით უსმენდნენ. ვის ჯერა?
არავის, რა თქმა უნდა, თავადაც ძალიან კარგად იციან, რომ სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ მომიტევეთ ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ძალიან მაგრად ჩაისვარა და უარესი მოხდება პრინციპში უკრაინა სწორი გზით მიდის, მათ შორის დიპლომატიური თვალსაზრისითაც დღევანდელი შეხვედრა ვიზიტი მნიშვნელოვანია. ნახოთ რა კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს ტრამპთან ეს კომუნიკაცია ზელენსკის, თუმცა დიპლომატიის და პოლიტიკური პროცესების მიღმა არის უზარმაზარი სამხედრო წარმოების პროცესი. ამ შემთხვევაში დღევანდელ ვიდეოს დავასრულებ აი ამ პოსტით, რომელიც ერთ წინადადებაში გვეუბნება დენის შტილერმანის, Firepoint-ის, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იარაღის მწარმოებელი კომპანიის ინტერვიუდან ციტატას. ამ შემოდგომას მოსკოვში იქნება ბალისტიკური დარტყმები. ასეთი განცხადება გვაქვს Firepoint-ის მთავარი ინსტრუქტორისგან, რაც ძალიან ესეთი ხმამაღალი და მნიშვნელოვანი განაცხადი არის. შემოდგომას უკვე არა მხოლოდ დრონებით, არამედ ბალისტიკური ეროვნული წარმოების ბალისტიკური რაკეტებით აანონსებს უკრაინა მოკლედ მოსკოვის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებას. აქვე პატარა დამატება ამ ამბავზე, ამავე ინტერვიუში შტილერმანი ამბობდა ასეთ რამეს, რომ მათი გეგმა არის წლის ბოლომდე მიაღწიონ დღეში 3 ბალისტიკური რაკეტის წარმოების ტემპს. ესაც თავის მხრივ ძალიან დიდი ტემპია, თუ ეს პროგნოზი რეალურად შესრულდა, არ იქნება პატარა საქმე, დღეში 3 ბალისტიკური რაკეტის აწყობა სერიოზული ამბავია. ხო, ეს არის სულ რაც დღევანდელ ვიდეოში მინდოდა რომ თქვენთვის მეჩვენებინა, მომეყოლა. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოზიტიურად მიდის ჯერჯერობით ამბები, ისე როგორც ჩვენ გაგვიხარდება ყოველ შემთხვევაში და როგორც ეწყინებათ რუსეთუმეებს, საქართველოში ასეთები მრავლად ყავს მოგიხსენებათ, ასე რომ შეგვიძლია დავტკბეთ მათი წრუკუნითაც, მათ შორის ამ კომენტარებშიც, ამ ვიდეოს კომენტარებშიც თუ შემოხდებიან. გამოხატეთ თქვენი პოზიციები სხვადასხვა თემებზე, რაზეც მქონდა საუბარი კომენტარების ველში, დასვით კითხვები და ასევე დალაიქეთ ვიდეო თუ ამ დრომდე უყურებდით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის იმისთვის, რომ ვიდეო უფრო პოპულარული და უფრო ნახვადი გახდეს, რომ უფრო მეტ ადამიანს მიწვდეს, ეს არის ჩემი ამოცანაც. და თუ უფრო მეტის გაკეთება გსურთ და შეგიძლიათ, ტრადიციულად მოგიწოდებთ, რომ ჩაერთეთ დონაციაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ არხის შენარჩუნებისთვის, ამ პროექტის გაგრძელებისთვის, თქვენი ფინანსური მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს. ამისთვის არის ყველა საჭირო მონაცემი ვიდეოს აღწერაში, ანგარიშის ნომერი, PayPal ლინკი, Patreon-ის ლინკი. აქვე ძალიან დიდი მადლობა ჩემ 5 სპონსორს უკვე Patreon-ზე. ძალიან მოსახერხებელი პლატფორმა არის. შეგიძლიათ მარტივად ამ ლინკზე გადახვიდეთ, აირჩიოთ 5, 10 ან 15 დოლარიანი შეთავაზება პაკეტი, ასე ვთქვათ და შეგიძლიათ რომ თქვენთვის სასურველის მონიშნის შემდეგ უკვე ყოველთვიურად გახდეთ ამ არხის სპონსორი. დამეთანხმებით ალბათ რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანი არის, მე ძალიან მინდა რომ ეს საქმე გავაგრძელო და მინდა რომ სრული დატვირთვით გადავერთო, ასე ვთქვათ, არ მქონდეს ისეთ ჩავარდნები, როგორიც მაგალითად წინა დღეებში მქონდა, მაგრამ რა ვქნათ, ეს პროექტი თავისთავად ჯერ დიდწილად მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ადამიანები, ერთეულები, ასე ვთქვათ, არ ინანებენ და ჩართული არიან დონაციაში და კიდევ ერთხელ მათ ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც თუნდაც 1 ლარი როდისმე ჩარიცხა, ეს ვერ იქნება მომგებიანი პროექტი ამ ეტაპზე მინიმუმ ამალს ალბათ ხვდებით და იმისთვის რომ რაღაც ელემენტარულად ვიარსებოთ, რაღაც სხვა საქმეების კეთებაც გვიწევს ხოლმე. ეს არის ამ პაუზების მიზეზი ზოგ შემთხვევაში. იმედი მაქვს, რომ თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში იქნება შესაბამისი ფინანსური რესურსი და უკვე შემდეგ მთლიანად სრული დატვირთვით გადმოვერთვები და უფრო ინტენსიურად შემოგთავაზებთ მოკლედ მიმოხილვებს და ახალ ამბებს, რომელიც უკავშირდება უკრაინის მოვლენებს და არა მხოლოდ უკრაინის მოვლენებს პრინციპში. ხო, დიდი მადლობა. დროებით დავბრუნდები მალე. დაელოდეთ მომდევნო ეპიზოდს.